სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. კიდევ ერთხელ მადლობას გიძვნით დაბადებისის მოლოცვისათვის. დაბრჩობლად გისურვებთ ყოველივე იმას, რაც მე მისურვებ ხოდვილსა. როგორც აღვიქვით დაუჯდომელის გალობანდის დღეს როგორც ესეთი ჩვენი სიტყვა არ იქნება ქადაგება ამ სიტყვის კაცი მნიშვნელობით, მაგრამ მინდა მამა შვილურად მოგესაუბროთ. რა კიღა იუბილარი ვარ, ესე იგი ჩვენზეც. მე ვარ ერთი თქვენთაგანი, რა თქმა უნდა. დიდია იდუმალება ღვთისა. ვერ ჩავსვდებით მის უსაზღრო უკიდეგანოს სიყვარულს, მის განგებულობას, სიბრძნეს, რომელსაც სურდა რომ ნამეტნავი თავისი სიხარულისა, როგორც მინდა მამები გვასწავლიან, რაიმე ქმნილებისათვის გაეზიარებინა. და ეს ქმნილებანი აღმოჩნდნენ ანგელოზები და ადამიანები. ანგელოზნი, რომელიც მეორე ნაცვლად იწოდებიან და კაცნი, რომლებიც ხატა და მსგავსათვისაც შექმნა, რომ კაცრად ვთქვა, ხატება მიანიჭა ყოვლადწმინდა სამება პირველ ადამიანებს, მაგრამ მას ღვთის მადლით უნდა დამსგავსებოდნენ. მაგრამ ეურჩნენ გამოხატა 64-დან თვითრჩულობა და საჭირო გახდა ჯერ წინასწარმეტყველი მართალი, მერჩემოსილი მოუვლინა და განსავლიდა ძალისებრ შურხში და მერმე როგორც ეწერა თავთა წიგნთასა, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი, მოუვლინა ერთი სამების საგანი. ძემხოლოდ შობილმა, ზეციურმა მამამ, რომელიც სიფოსკასურად მაღლა დგას მხოლოდ შობილ ძესეც და სულიწმიდაზეც. მაგრამ ის რაც სურს მამას, ამბობს ათანასიდი, იგივე სურს მხოლოდ შობილ ძეს და იგივე სულიწმიდას. ერთი ნება, ერთი ღვთაება, ერთი ბუნება, ერთი ხელმწიფება, ერთი ნეტარება, ერთი საქმე, ყოველი ცოდვილი ადამიანის მოქცევა და ჭეშმარიტების ძალზე დაყენება. ერთადერთი რამ განასხვავებს მამასეს და სულიწმიდას, როგორც თავში ვთქვით, გვამოვნობა, ანუ ჰიპოსტასურობა. კერძოდ რაში მდგომარეობს ეს გვამოვნობა თითოეული მათგანისა? მამა არის უმიზეზო და მიზეზი ყოველთა მათ შორის მხოლოდ შობილი ძისა და სულიწმიდა ღმერთისა. ძემ მხოლოდ შობილი, ერთი მხოლოდ იგი შობილია უწინარეს საუკუნეთა მამისაგან. ჩვენთვის და თვით ანგელოზსათვის მიუწვდომელი სახით და სულიწმიდა, რომელიც საუკუნო თუკუნისამდე გამოვალს ზეციური მამისაგან. სული მამისა, სული მხოლოდ შობილი ძისა. ესე იგი, ჩვენი შობა კი ასე იყო. შეიძლება ბევრისთვის ეს დაუჯერებელია, მაგრამ ეს იყო ასე, არაფერი არ გვჭის, არც განდიდების სურვილი, არც ხიბლიანობა და არც სხვა, თქვა ის, რაც არის სიმართლე. როდესაც ჯერ კიდევ დედის საშოში ვიყავი, ასეთი ჩვენება მქონდა. რაღაც ძალები უხილავი, მაიძულებ და მშობილი იყავი, ანუ ამ ქვეყნად მოსული იყავი, რომელიც არ მომეწონა, არ მესიამოვნე. და ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ საბოლოოდ ამ ძალით გავჩნდი ამ ქვეყანაზე. თავიდან როცა ეს მე ვიგონებდი რემინისცენციებში, ვფიქრობდი, რა მჭირს, რამე ხომ არ მჭირს, რატომ მქონდა ასეთი რამ. თუ ყველას აქ მორიდებით თანატოლებს ვეკითხებოდი, წარმოდგენა არ ქონდა თაბაზოგმა სიცილის დამატარა და ამის შემდეგ აღარ ლაპარაკობდი ამაზე, მაგრამ მოგვიანებით ეს სტუდენტობის ჟამს ჯაბუკეში, როდესაც სალვადორ დალისთან წავიკითხე, რომ მას დედის საშოში ქონდა ყვითელი ფერის გამოცხადება, ინტელექტის ფერია, ყვითელი. ხოლო ლეონარდო დევის სულ რამდენიმე თვის იყო აკვაში ქონდა სიზმრეული ჩვენება, გამოცხადება, სარწმუნოდ მივიჭდი, რომ შესაძლოა ეს ჩემთანაც ყოფილიყო. საერთოდ ყველა ჩვენთაგანი, როგორც ცნობილი გამოთქმა აქვს, ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და თანამედროვე მეცნიერება, მათ შორის გენეტიკური მეცნიერება, გვასწავლის, რომ ყველაზე არსებითი ადამიანის ცხოვრებაში მისი ფორმირების თვალსაზრისით, როგორც პიროვნებისა, არის პირველი 3-4 წელიწადი. ესე იგი, აქვს მნიშვნელობა, როგორი იყო ეს 3-4 წელიწადი ამ ადამიანისთვის, ამ ბავშვის ყრმისთვის, რა გარემოში იზრდებოდა, რას ასწავლიდნენ, ავსა თუ კარგს და ასე შემდეგ. ისე მოხდა ღვთის მადლით, რომ დედის სოფელში დავიბადე და პირველი წლების სკოლამდე
ჩემი სურვილი იყო ეს, რომ მშობლებმა გაითვალისწინეს, თავად ქალაქში გადმოსახლდნენ მალევე, სოფელში ყოფილიყავენ. მიყვარდა ბუნება, სიმარტოვე და ჭრედა, აი ღრმად აღმებეჭდა, მამის სოფელში ვიყავი, სოვრიში, ზე ჩადიოდა დასავლეთ, იქ ვენახები და ბაღები არის, გადაშლილი და ბორცვია, მაღალი, მთებია. და აი როგორ ჩადიოდა მთის მიღმა, ზე მეწამული. აქეთ ყვავილები, იქ მზე. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ხშირად მერე პატარა მივირბენდი ხოლმე იმ ადგილას, ის ჩასვენების დროს და ვუჭრებდი ამას. შემდეგ მომნათლეს და ქალაქში ისე რომ არ მსურდა, წამოვიყვანეს. მამამ ჩემმა თქვა, რომ აკი ასე დაჟინები თუ და გაიზარდოს, ჩემ ძმასთან გაიზარდება, კაცი დადგებაო ეგეც. დედა არ დაეთანხმა კატეგორიულად, ყველაფერში მორჩილი იყო და ამერჩი არ დაუჯერა. და დაიჟინა, რომ აუცილებლად ქალაქში უნდა გადავსულიყავი და იქ მიმეღო განათლება, რომ სოფელში ის დონე არ იქნება და სხვა და სხვა. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ბუნება და შემდეგ დედა ჩემი, რომელიც მეხუთე კლასამდე გვერდით მეჯდა და მამას ატირებდა, მამოწმებდა, ასეც ყოფილა, შეიძლება დღეს ბავშვებმა არ დაიჯერონ. დილის 4-5 საათზეც გავუღვიძებიო, როცა საკონტროლო წერა მქონდა, გაკვეთილები გამოუკითხავს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ერთი სიტყვით მან ჩამომიყალიბა, ასე ვთქვათ, წერა-კითხვის კულტურა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. ახლა ჩემი განუყრელი მეგობარი არის წიგნი. ცხოვრობდი წიგნის სამყაროში. ვადმირდებოდი ბუნებას და ძალაუნებურად მებადებოდა კითხვა, ვინ შექმნა ეს ვებერთელა სამყარო, ეს უზარმაზარი სამყარო. რაღაც კანონზომიერებასაც თითქოს ვხედავდი, რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო და სხვა და სხვა. მოკლედ მომნათლეს და მეორე დღეს წამომიყვანეს ქალაქში. არ მომეწონა არც ქალაქი, არც კომფორტი და ასე შემდეგ. და პირველ ღამეს ნახე სიზმარში ჩემი ყურდღლები, რომელსაც უვლიდი სოფელში და ჩემი ძროხა, რომელიც საბალახოდ გამყარდა. დღემდის ვარ სოფლელი შინაგანად, ვიღაცას დღეს ერწყმინება, აი პროვინციელები მართლაც რომ ჩამოდიან და ესე უკანასკნელ მოდაზე იცვენ, უბრალოდ იხდიან და გონიან, ამით მაგარი ქალაქელები ხდებიან. ღიმილის მომგვრელია და სევდის მათი ეს დამოკიდებულება. რა არის ამ ქალაქში? დამოკიდებულება სოფელში, ვიდრე ქალაქში, როცა ჩამოდი, სრულიად სხვანაირია. მეტი სიტყვა, სიყვარული, ერთობა, ჰუმორი, შრომა, რომელიც ძალიან მიყვარდა, ბიძაჩემს დავყავდი საბედნიეროდ ვენახში, მანამდე პაპაჩემს და ვეხმარებოდი მათ შეძლების დაგვარად, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ქალაქში დაიწყო სწავლის ძიმე წლები, მოკლედ გეტყვით. მანამდე ესეთი მნიშვნელოვანი რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი მრევლიდან ზოგიერთმა იციან, მithქვამს ერთ-ერთ ქადაგებაში, ორიოდე თვისი მაგალითად. რაც შემეფხვა ბავშვობაში და რამაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდია, იქიდან აქამდე. ერთხელ ბიძაშვილმა გოგონებმა, აი მამის სოფელში სწორედ, ამოიჩენეს, რომ თაიღო მაღალი მთებია იქ გარშემო, თაზე უნდა ავსულიყავი, მწვერვალზე იყო წმინდა გიორგის სალოცავი, ანუ ეკლესია. და იქ უნდა ავსულიყავი. ბარდებით და ჯაგებით იყო მთელი ეს მთის კალთები მიმოფენილი. დიდი წვალებით მივიწევდი წინ. ბიძაშვილი გოგონები არიან. დაგვეკაცრა სხეული, დაგვეხა ტანსაცმელი, ვშიშობდით რომ მშობლები გაგვიბრაზდებიან და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. საბოლოოდ ვერ ავედით, უკან დავბრუნდით და როცა უკვე ფერდობზე ჩამოვდიოდით, შევხედე რომ რიყის ქვევი ყრია, ჟვინია, ვება და დიდი რკინის არ მართლა. ეს რომ ჯვარი იყო, ესეც არ ვიცოდი. ხრუშოვის დრო იყო, რა დევნა იყო და რა მდგომარეობა, ხრუშოვმა დაიქატნა ტელევიზორში, ბოლომდე ტელევიზორით განახეთო. ანუ ისეთი დევნა იყო, რომელიც რევოლუციის შემდეგაც არ ყოფილა, გადაჭარბების გარეთ შეიძლება ითქვას. ბევრიდან მართლა ზოგიერთს მოვიგონებ აქედან. მოკლედ ჩამოვიარეთ და რა არის მეთქი გაკვირვებულმა გითხრა ბიძაშვილი გოგონებს. ეს ვიცი, წმინდა გიორგის სალოცავია, ნიში არის, ვიცი რა ხელა ძალა აქვს. მე ვთქვი, გამეღიმა რა, ქვები სხრვა აყავებია და რა, ეს რა არის მეთქი, რომ წამოუდგიათ თავზე. ესი არ თქვაო, თორე დაგშისო. ვიცი რა ხელა ძალა აქვს, ბავშვურად საუბრობ. როგორც კაცმა
თავი ავიმაღლე გოგონებში, თავი მოვიწონე. აბა რა უნდა მიყოს მეთქი, მაგრამ დავდექით და მაპატიჟ შევანერწყე. წამოვედით, გავაგრძელეთ გზა და 4-5 ნაბიჯი არ ქონდა გადადგმული. მესმის გარკვევით ქარათქური ფლოქვების ცხენის. გავიხედე, იქით სოფელი აილტოზა გამოსასვლელში არის წმინდა გიორგის ბაზილიკური ეკლესია, დღემდე დგას. და იქიდან, აქეთ ნიშისკენ მოაჭენებს მხედარი. ცხენიც და მხედარიც იყო ვება, დიდი. და როდესაც ახლოს მოვიდა, გაკვირვებული უყურებდი, ყველაფერი დამავისა, მხოლოდ მას ვხედავდი და მას აღვიქვამდი. შევამჩი, რომ თეთრი იყო ცხენი, ოღონდ ჭროღა, წერტილები ეყარა მუქი ფერის. და მხედარი, რომელსაც შევხედე, ვერ ვიცანი. უჩეულო სამოსელი ეცვა. აბჯარში იყო შემოსილი, შუბი ჰქონდა, ხმალი და როცა გამისორდა, სახე ჰქონდა ძალზე კაცრი. როცა გამისორდა, ესე იგი ხელი გადაიწვინა უკანა, აი ეს ხელი მარჯვენა, მათრახი ეკიდა თურმე, გადმოიღო, დავაკვირდი. ესე იგი ტყავის თასმები იყო და ლითონის მე მგონი სპილენძის ბურთულებით ბოლოვდებოდა, ფერით ასე გავდა ყოველ შემთხვევაში. გადმომიჭირა ზურგზე და მკაცრად მითხრა: აბა ნახე, მაქვს თუ არა ძალა, მე ხომ თქვი, აბა რა ძალა აქვს მიჩვენოს მეთქი. ესე იგი ეს მათრახი რო ხდებოდა, შედიოდა სიღრმეში ხორცის და გულს ეხებოდა. გულს როცა ეხებოდა, გული მიხდებოდა ცუდად. სამჯერ გადამარტყა და სამჯერ ერთი და იგივე მითხრა. ამის შემდეგ ცნობა დავკარგე და დავეცი. თურმე ბიძაშვილი გოგონები მოვარდნენ, ვერაფერი ვერ მომიხერხეს, რომ გულს მოვეყვანე. უახლოეს სახლებში ჩაირბინა ერთმა მათგანმა, ამოიყვანა ხალხი წყლით, ესე იგი სახეს მისლიცავდნენ საფეთქლებს თურმე და ერთ სიტყვით საბოლოოდ მომასვენებეს. იმის შემდეგ დამჩემდა გვიან ობამდე, ვიდრე არ მოვილოცე გერის წმინდა გიორგი გვარისალოცავი, რომ სულიად გაუგებარი მიზეზებით მედიცინა ვერ ხდება, ექიმებთან დავყავდი და ასე შემდეგ მშობლებს ვერ ხსნიდნენ, რატომ მემართებოდა ეს უჩვეულო მოვლენა, ნებს თუ გამიკეთებდნენ, გონს მოვდიოდი. ეს გაგრძელდა სტუდენტობამდე. აი ვარ სტუდენტი და მეუფეთ ადგილზე აზგარდაცვლილი იყო ჩვენი რექტორი. მონოსნება სამთავროს დედათა მონოსნება და მეუფეთ ადგილზე მოიდომეს გერის წმინდა გიორგი მოგველოცა. და ვიცოდი რომ ეს ჩემი გვარის სალოცავია, გერის და ლაშარის გიორგი. აღმოსავლეთ საქართველოში ყველა ვიცის, რომელია მისი გვარის ატომად დასავლეთში არ არის შემორჩენილი. ალბათ იყო თავის დროს. ერთ სიტყვით თავი რომ არ შეკაწყინოთ, ავედით გერში, ავედით გერში, პარაკლისი გადაიხადა მეუფემ და აი ამომიტივტივდა გონებაში, როგორი შეურაცხყოფა მევაყენე ბავშვობაში უმეცრებით, დაახლოებით 7-8 წლის ვიქნებოდი, ალბათ შეიძლება უფრო პატარა, წმინდა გიორგის ეს რატომღაც უთხარი მეუფე თადეუს, როგორც აღსარება, ძალიან განიცადა, თავდაბალი ადამიანი იყო. მეუღებისა რომ ეპისკოპოსი იყო, დაიჩოქა ტაძრის კარებთან და მითხრა, მოდი, არჩილ სამჯერ შემოვარო და პატიება ვთხოვო წმინდა გიორგის. მუხლის ჩოქით სამჯერ შემოვალეთ ამ ტაძარს და მე თავადაც როგორც ეპისკოპოსმა, რომელსაც დიდი ძალაუფლება შეკვრისა და გახსნისა, მოციქულებრივი ძალაუფლება ყოველ შოლისმიერ ეპისკოპოსს შენდობის ლოცვა წამიკითხა. დედებმა გააწყვეს, დაღლილები ვიყავით, ნაბრძავი, სუფრა მეუფემ აგურთხა და როცა დამსხედით, ორი დედაკაცი და თბილისელი ჩემს წინაშე. და ერთმა მათგანმა თხოვა შეგიძლია რომ გახსნაო ფინსმარაულის ბოთლი იყო, რომელსაც მაშინ განსაკუთრებით ვერ ამოაძრობდი ძალიან რომ მოგენდომებინა. როგორც კი გამოვარდ, დადგმულიც არ მქონდა, უცბად გამოვარდა საწოფი და მომხვდა მარჯვენა თვალში. ეს არის ნიშანი წმინდა გიორგისგან. დღემდე მტკივა ეს თვალი, სიბერეში უფრო გამიძლიერდა, სინათლეც მეტად დამაგდა, ვიდრე მეორეში, მეტად დიაბეტი მაქვს და სხვა და სხვა. კარგად რომ მახსოვდეს ჩემი უგონორება. და შეკივლე სამქალებმა და ხომ გითხარი გზაში რომ გიყვებოდიო, დაიწერეს და რას მიყვებოდიო, რავი, იმდენი ვილაპარაკეთო გზაში და ჩანდა მოენეები იყვნენ თბილისიდან. და თუ ყველაფერი, მეც დავინტერესდი რა მოხდა მეთქი და თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაშინ ვიტყვი, ხარათქურით მომდიოდა სისხლი, ძლივ შემიჩერეს, დამაწვინეს თვალებზე, დამადეს ბინდი და ასე შემდეგ და საბოლოოდ გაჩერდა, მაგრამ ეს ნაგლოვანება დამრჩა თვალში. ვართ ამჯერად
წმინდა ბიძაზე, პატრიარქის, განსვენებელ პატრიარქის კურთხევით მეც დამიყვანეს, დამიმგზავრეს და ვართ ლუდიაში წმინდა გიორგის დედის სამშობლოში, სადაც დღეს ბერძენთა დედათა მონასტერი არის. სადაც წმინდა გიორგის სხეულის უდიდესი ნაწილია პირველ სართულზე დასვენებული. მეორეზე მთავარი საკურთხეველია. და ესე იგი ჩვენც რა თქმა უნდა მოვილოცეთ ყველა ეს სიწმინდები მის სხეულთანაც ვილოცეთ და მეორე სართულზე ვიდრე პატრიარქი მოვიდოდა წირვის ჩასატარებლად ერთ-ერთმა ბერძენმა მონაზონმა გითხრა დიდი სვეტი იყო ვეება დასავლეთით და მუშტის სისქე ბორკილი იყო შემოხვეული და რა თქმა უნდა დავინტერესდა და ვიკითხე რომ ჩვენთანაც ხო შეუძლება იყო ქედზე რო იდებდნენ აი ლომისაში შემოუვლიდნენ პატიებას რაღაცას თხოვდნენ სათხუარი რაც ჰქონდა და აქაც ნახეთ ბორკილი. კითხეთ მონაზონს მან თქვა რომ ეს ის ბორკილია რომლითაც პირველად შებორკილეს წმინდა გიორგი საწამებლად. ნუ რა თქმა უნდა ეს რომ ქართველებმა გავიგეთ თან განსაკუთრებული სასუება გვაქვს წმინდა გიორგისა დადგა ცოცხალი რიგი 220 კაცი ვიყავით აქედან წასული მათ შორის საერო პირები თანამდებობის პირებიც იყვნენ სხვა შორის სამღვდელონი და ასე შემდეგ და ვიდრე პატრიარქმა ყველას რომ მოგესურვა ამენაირად ამ სვეტთან მისულიყავ ჩემი რიგი რომ მოვიდა აგეთ ნანა ეკონომოსი დღესაც აქ არის ჩვენი ეგ და კიდევ ერთი ეთერი რაც განსვენებული ღმერთმა შეიწყალოს ვართ რიგში და ესე იგი ჩემმა რიგმა რომ მოაწია დავიჩოქე ეს ბორკილები როგორ შეუძლება იყო ჩვენთან და იქაც როგორ ჩანს შემოვიხვიე და შევსთხოვე მრევლზე ჩვენს პატრიარქზე მოყვასე და ბოლოს თხოვე მეტის დაჟინებით ჩვენი სამშობლო შეიწყალე მეთქი შენ ხომ ბევრჯერ დაგიფარავს და დახმარები ხარ ეს სიტყვები როგორც კი ითქვა უზარმაზარი ხმა გორგვინავე აი ჩაჩქერები რომ ჩამოდის და არაფერი მეტი არის ის გარშემო გაისმა ზეციდან ვაშკაცური ხმა იყო მამაკაცის შევეწიე და კვალაცა შევეწე აი ამ ტონში ითქვა ეს ხმა შიშმა მომეცო ამის შემდეგ როგორც კი ეს სიტყვები ითქვა ეს ტაძარი სამჯერ შეიძრა წავიდა და წამოვიდა ეხლა ძალაუნებოდ გავიფიქრე რომ გუმბათი არ დაეცეს და არ მოგეყოლოს ქვეშ როგორც იყო წამოვდექი, იმიტომ რომ ჩქარობდით დიდი რიგი იყო და მე გვერდზე რომ გადმოვედი, ნანას და ეთერს ჩემ სულიერ შვილებს კითხე, მორიდებით. ირზენით მეთქი, როგორი მიწისძვრა იყო. ხმარამე გაიგეთ მეთქი, გაუკვირდეთ, არაფერი ხმა არ ყოფილა, ჩვეულებრივი ყველაფერი და არც ტაძარი არ შერყეულა, არანაირი მიწისძვრა არ ყოფილა. აი ეს იყო დიდი სასუება ჩემთვის. რომ წმინდა გიორგი ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე იქნება ჩვენთან. უკვე 70 წლის გავხდი და დღემდე მაქვს შიში წმინდა გიორგის სიყვარულთან ერთად მაქვს შიშიც ღვთისა. დაუბრუნდეთ ბავშვობას თუ თავი არ მოგაბეზრეთ. მას სწავლა და ესე იგი ორ რამეს ითხოვდნენ მშობლები. ჩინებული სწავლა და ზრდილობა. ესე აბაჩები იყო მეტალურგის მუშა, უბრალო ოჯახში, მუშის ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი იყო დიასახლისი, სამი შვილი ყავდა და გვივლიდა იმათ და ყველანაირად სულით ხორცით და ასე შემდეგ. რაც თავარია, ესე იგი, ცოდნის სიყვარულის თაგვინერგა და პატივისცემა ადამიანის. დადგა ხრუშჩოვის დრო. ჩემი ასაკის ხალხს და უფრო მოხუცებსაც ახსოვთ რა საზარელი პერიოდი. მე ვცხოვრობდი მაშინ რუსთავში. მამაჩემი როცა ხელფას აიღებდა, ორი კვირა ყოფნიდა. მე იწყებოდა შიმშილობა ოჯახში. დედაჩემი მახსოვს ალუმინის ქვაბი ქონდა პურის დიდი, იქ ინახავდა პურს დედაჩემი. და როცა აღარ ქონდა, მივიდოდა ხოლმე და ნამცეცებს ამოკრებდა, ტიროდა, ცრემლი ეცემოდა ამას არბილებდა და ბაგეზე გვადებდა და ჩვენ ტიროდით მე და ჩემი ძმა არ გვინდოდა გვეჭამა ეს რადგან მარილიანი იყო არც გვესმოდა წესიერად დედა პური მინდა დედა მშია ჩემი ძმა ახლა წარმოიდგინე ხორცებს იგლეშ და დედა ჩემი კარგად მომახსოვდა ერთი მათგანის შემთხვევის და ტიროდა ღმერთო რითი გამოუყვებო შვილებიო და ის რომ ტიროდა ტირდი მომადგა მეც ძალიან კარგი ვისწრები, დედა უსაზღვროდ მიყვარდა და მიყვარს.
და გარეთ გავიდოდი ხოლმე ჩვენი სახლის უკან, ბუჩქები იყო ახალი დარმული და ვეხვეწებოდი ღმერთს. არ ვიცოდი ვინ იყო. მხოლოდ ერთი რამე ვიცოდი, რომ ვინ მითხრა, ვინ შთამაგონა, ეს არ მახსოვს, რომ მას ყველაფერი შეუძლია, ყოვლი შემძლია. სხვა არაფერი არ ვიცოდი. ღმერთო ფული მაპოვრინე, ღმერთო ფული, აი ჯვარი დამისახია, ყოველთვის პოვლოდი ფერდს, ბევრს თუ ცოტას. ერთხელ 100 წელი ერთმანეთიანი ასიგნაცია შეკრული და სახლში რომ მივიტანე, დედაჩემმა მცემა, რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, არასდროს არ მოიპარო. უთხარი, არ მომიპარია. აბა როგორო? შემოგაგ, ხშირად ფულიო. აი მეც დავინტერესდი, საიდან მოგაგო? მე უთხარი, რომ ღმერთი მაძლევს. იცი ვინ არის ღმერთი? არ ვიცი მეთქი, მაგრამ ვიცი რომ ყოვლა ძლიერია, მას ყველაფერი შეუძლია. მე რო შენ წრემლებს ვხედავდი, განვიცდიდი და ტიროდი. და ვებედრებოდი უფალს, რომ შენ აღარ გეტირა. ესე გასაოცარი რამე. აი, დედის წრემლი რა არის და დედის სიყვარული, დედაშვილი უწმინდეს. ეკლესიის სწავლებითაც, ეკლესიის შემდგომ ყველაზე დიდი ძაღლი სამდილოთათან აქვს, დედის ლოცვას, საერთოდ მშობლის ლოცვას. წმინდა მამები ამბობენ, ჯოჯოხეთიდანაც კი შეუულია შვილის ამოყვანა, იმდენად ყოვლადწლიერი არის. და ეს რო უთხარი ჩამკიდა, რომ არ გავრცეულიყავი მისი აზრით სადმე და გამომიყვანა გარეთ. აბა საკმაო ფულს გავიყვანე სახლის უკან, აი ხანი ბუჩქის ძირში. მივდივარ და ეს განრისხებულია დედაჩემი და ალბათ გამგლიჯავს. და ღმერთელი გულით ვებედრები, რომ ღმერთო ფული მაპოვრი. მესამე ბუჩქია და ვხედავ, მთელი გორაკი ყრია ხურდაფულების. გამოვტაცე ხელი, გავიქეცი ავკრიფე და მაის ომში ვიყრიდი. აი ხომ დარწმუნდი მეთქი. ამის შემდეგ დედაჩემს არაფერი აღარ უთქვამს. მე მახსოვს როგორი რიგები იყო პურზე, ჩემი ასაკის ხალხს ახსოვს. ერთმანეთზე პირდაპირ გადადიოდნენ. მამაჩემი, რომელიც სვლებში მუშაობდა, როდესაც დილის ლაიღო ღამე, მთელი ღამე იდგნენ, ასობით ადამიანი და ათასობითაც. და გამოყოფილი იყო ადგილები, სად მოჰქონდათ პური ამა თუ იმ უბანში და როცა უკვე არ მოიტანდნენ გათენებამდე, ზოგჯერ აგვიანებდნენ, ხალხი ყელავდა, რა თქმა უნდა, გაწამებული იყო უძილობით, ფეხზე დგომით და ასე შემდეგ, შეწუხებული. დედაჩემი მიგვიყვანდა ხოლმე და მამის ადგილზე მე და ჩემ ძმას წელთანახევით უფროსი აკაკის დაგვაყენებდა. ერთხელაც ასე მოხდა და მოხონდა სახლში პური და ვიყავით ბედნიერები. შავი პური იყო. ხელს რომ მოუჭერდი, წყალი გაზდიოდა, მამაჩემი დაახეთქებდა ხოლმე რას გვაჭმებენ. როგორც პირუტყს ისე გვიყურებენ. და ერთხელაც რომ წავიდა ის თავის სვლაში, ჩვენ დაგვტოვა, ამ დროს იხულა ხალხმა, პური მოიტანეს და ეცნენ იმ სარკმელს, საიდანაც არიგებდნენ. ჩვენს უკან იდგა ერთი მაღალი კაცი, პატარა ხარ უფრო დიდად აღიწყო. ჩაფსკვნილი, არც გამოიხედა, რომ ბავშვები დგანან, ფეხი წაკრა ჩემ ძმას და გადაუარა. და ესე იგი აღარ უშვებს ეს ხალხი და ყელზე აქვს დაჭერილი ფეხი და ხროტინებს ჩემი ძმა. კვდება და ხელს იშვებს ჩემგან მიშველი. ესე იგი ხელი ვკარი, რას დამძრავდი, ზვრაც ვერ უყავი ამ კაცს. და რა კი აღარაფერი არ იყო და ძმა მიკვდებოდა აშკარად, დავარდი ძირს და კოჭზე უკბინე. წარე იყო და ფეხი აიწია უცბად და შემაგინა. ვისარგებლე, გამოვტაცე ჩემი ძმა და წამოვიყვანე, უპროთ მოვედი, მაგრამ სულით სახლში. ეს და ბევრი ასეთი რამ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ დასაფასებელი გახდა ჩემთვის. მერე თქვენიც რაც მოხდა, დიდი არეულობა იყო, ხრუშჩოვი როცა მოკვდა. შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ იყო ანტიქრისტეს ერთ-ერთი რქა, ისი წინამორბედი. მოვიდა მერე ბრეშნევი, იყო დაჭერები, ჩხუბი, აყალ-მაყალი და მაშინ იყო პიონერები ვიყავი და კომკავშირლები და მშობლები არ უკეთებდნენ პიონერის საქმეს, ნიშას. დიდი არეულობა იყო და შეიძლება მოხდა, რომ რამდენიმე ბავშვი მოკლეს, მოიტაცეს, იდეური ბრძოლაც იყო, როგორ ჩანს და ასე შემდეგ. მოკლედ ღვთის მადლით დავასრულე და ჩავაბარე უნივერსიტეტში. რომ გითხრათ გულახდილად არ სურდა, მინდოდა სოფელში წავსულიყავი და მამაჩემს პატარა ნაკვეთი ჰქონდა, ვენახი, იქ პატარა სახლი ჩამედგა და იქ მეცხოვრა, სოფლელი ყოფილიყავი.
ხიბლავდა ის რაც მაშინ იყო სამწუხაროდ ახლა ჩვენი სოფლებით შეიყვნენ ხალხი გადაგვარდა ცნობიერება შეეცვალა და ასე შემდეგ მოკლედ არ მინდა თუ არც მიმეცადინია გამოცდების წარმომზადებულო ფრიადოსანი ვიყავი სკოლაში ეს ერთი შემთხვევაც მინდა გავიხსენო დირექტორი ყავდა აგერ ჩემი ერთ-ერთი სკოლის მოუკარი თვალი აქ დგას დედამისი იყო იმ სკოლაში მასწავლებელი და ტატიანა ლაბახუა კარგად დამამახსოვრდა დირექტორი ძალიან კაცი გამომეტყველება ჰქონდა და მკაცრი იყო ერთხელაც ორი კლასი შეგვაერთეს და ახლოს მეოთხე მეხუთე კლასში ვიქნებოდი და მორიდებული ვიყავი ბავშვობაში თავდაბალი და ესე შემდეგ წავედი და უკან დავჭირეს რომ მასწავლე სკოლაში ხელები უკან უნდა დააწყო მეხსეროს იქან ესე იგი მეხუთე მეხუთე კლასამდე შემოგჩა ეს ჩვეულება მოკლედ ყველაზე უკან დავჭექი და მეზობლები ისწრენ იქ სხვა კლასის ხუთი ძმები გულიაშვილები და ძალიან ცელქები იყვნენ და ვიქაც ცელქობდნენ და ამ დროს დირექტორი მასწავლისა ისტორიას ვიხსნის გაკვეთილს და მოესმა ესმა გაიხედა მოვიდა ჩემთან მე ვიჯექი უხმოდ აი საფეთქელში თმებით ამწია და გამათრია დაფასთან შერატო ხმაურობ და აზრი შებრისხა ავკითინდი ავტირდი პატარა ბავშვი ვიყავი და არ ვიყავი დამნაშავე არაფერი არ გამივიდა და დამაყენა კუთხეში და მთელი გაკვეთილი თითქმის სულკუნებდი მე დაიწყო ახსნის შემდეგ გამოკითხვა წარჩინებული მოწაფეები გამოიზახა ერთი მეორე და ყველათი უკმაყოფილა და უკვე განრისხებული ესედა ჩემზე იყო განრისხებული და ბოლოს ესე ხუხში მომკიდა ხელი და შემომატრიალა შენ იციო რამე კი მეთქი მომაყენა დამაყენა დაფასთან დამესვა კითხვა უპასუხე გაუკვირდა მეორე მესამე მეოთხე ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი და შარშანდელი მასალა მოუხევი და ჩავიკრა გულში იმის მერე დავხდი მისი საყვარელი მოწაფე და გავლენა ქონდა არჩილს არაფერი ავლოდ იმიტომ რომ დღეს როგორ იტყვიან ხოლმე პაბლად უწევდნენ ნიშნებს ვიღაცის შვილი რო იყო შვილი იყო და ასე შემდეგ და მე უშიშვილი ვიყავი და არ გავყავდა ასეთის მაგრამ თავად დირექტორი მიზებდა ფარველობას რომ მაგალითად ყოფილა რომ ჩაგვიბარებია შეჯიბრი ყოფილა ხუთზე მაშინ პრიადი იყო მაგრამ ის რომ მასწავლებლის შვილი იყო მას ხუთი მეოთხე და ასე ბევრი დაჩაგვრები იყო ამას თუ გაიგებდა დირექტორი მოკლედ შერისხავდა ხოლმე წუხარ იმას რომ ის არ იყო მონათული როგორც მე გავიგე რომ მომეხსენებინა წირვა-ლოცვაში და დროდადრო ჩემს პირად ლოცვებში ვიხსენებო ამდენადაც შეიძლება შვება მისცეს უფალმა ღმერთმა მოკლედ სტუდენტად ვაბარ მისად გამოსცემს უნივერსიტეტში დედაჩემი განიცდის ვარლესა და ხელ ყველაფერი ვიცი მეტი და რა თქმა ეს ღეჭვას მეტი ამ საგნების მართლაც ესე იგი თის მადლით ძალზე დადვილად ჩავაბარე ქართულში განსაკუთრებით დამიძახეს კიდეც საგანგებოდ ლექტორებმა თავისუფალი თემა დავწერე ევროპული კლასიკური ლიტერატურიდან ამას ძალიან გაუკვირდა რა უნდა ვასწავლოთ ამას და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, გალაქტიონის სიტყვებით რომ ვთქვათ, უნივერსიტეტს რაც შეეხება, არ იყო არაფერი, ვერ ვნახე ვერაფერი. მე რაც მეგონა, ის ვერ ვნახე უნივერსიტეტში. 2-3 ლექტორი იყო, რომელსაც მოусმენდი სიამოვნებით. დანარჩენები ღეჭავდნენ ერთსა და იგივეს გაუთავებულად. ამიტომ გადავწყვიტე რომ გამოსულიყავი საჯარო ბიბლიოთეკის ეცნებულ განყოფილებაში ძმამ დარწალმა გამიკეთეს საშვი ვიჯექი მყუდროდ ცოტა ხალხი იყო და ვეწაფებოდი განსაკუთრებული იყო და ლიტერატურასთან ერთად ფილოსოფია, დოსოგრატულ და მერმიდელ ფილოსოფიას. ამას უბრალოდ არავინ შეგარჩენს მაშინ არ შეგარჩენდა უნივერსიტეტის მიტოვებას. ლექტორმა რომ გაიგო, შემომეთვალა რომ დეკანის პირით საერთოდ არია რომ არც ისწავლო, დიპლომს მოგცემთ. ოღონდ არ გახვიდა, როცა გაიგეს რომ გავდივარ და როცა გაიგეს რომ სასულიერო სემინარიაში უნდა ჩავაბარო, ამაზე აფიქრდნენ. ჩხიკვიშვილი იყო მაშინ რექტორი თუ გახსოვთ, დავით ჩხიკვიშვილი, სამშობლო კავშირის მერი იყო, ფრინავი და ასე შემდეგ და ერთი სიტყვით მოიწვიეს კრება კავშირის როგორც ხდებოდა და უნდა შემარცმენონ და მერე გამრიცხონ. ანუ რექტორმა უთხრა რომ გაკიცხეთ და ჩვენ გამრიცხოთ რომ არ გახდეს, მაგრამ თვითონ წავიდა უნივერსიტეტიდან. ნაირა გელაშვილი იყო კომკავშირის მდივანი მაშინ. შეიძლება აგერ
მანანას ახსოვს. მწვანე თვალებიანი და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ, სასამართლო მომიწყეს და მოვცეს ბოლოს სიტყვა. მე კი ღმერთმა მომცა სიტყვა და ისე ვილაპარაკე, რომ დამიწერა შუამდგომლობა უნივერსიტეტზე გასვლაზე. რექტორმა როგორც მითხრეს, თავზე გადაახია. მე რა გითხარი და რა გააკეთებო, მაინც თავისით წავიდაო. ამასობაში ესე იგი, ჩემი კურსელი იყო ერთ-ერთი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი მწერლის ცოლი გახდა, რაც გარდაცვლილისა და ერთხელ თქვა, რომ სიონში გავყოლოდ სიახლოვე ქონდა რა სიმპათიები ერთმანეთს, ის ჟურნალისტიკაზე სწავლობდა და ფილოლოგიურზე და გავყევი სიონში, წარმოიდგინეთ, როგორი უცხო ვიყავი ეკლესიისთვის. რომ არც კი შევყევი სიღრმეში ეკლესიის შესასვლელში, შევედი სიონის და მარჯვნივ დავდექი. და უყურებ, მაინტერესებს რას გააკეთებს, არ ვიცი. რაში მდგომარეობს ეკლესიურობა, ლოცვა და სხვა. და ერთი სიტყვით მივიდა ხადებთან სანთლები და ათო ბოლოს როცა ჯვარცვასთან მივიდა, რომელიც მაშინ დღეს ხახულის ღვთისმშობელია დასვენებული შვედზე, იქ იყო მაშინ ჯვარცმა და დაანთო სანთელი და დაიჩოქა, უკვე ვეღარ მოვითმინე, ვერ მოითმინა ჩემმა აპარტაუნებამ, გადავჭერი ტაძარი, მივედი ცოტა უხეშადაც კი წამოვაყენე და უთხარი, არ გსხვენია მეთქი, განათლებული ადამიანი ხარ და ჯვარცმულს უჩოქებ, ეს ხო აბსურდია მეთქი. მადლობა ღმერთს, ადვოკატობა ქრისტესთვის არ დაუწყიათ ინოს. გოდერძი ჩოხელის ცოლი გახდა მე. ხო და მითხრა რომ ხვალე მოგიტანო ახალ აღთქმას. მე რა თქმა უნდა ახალი აღთქმა. წიგნები უამრავი მაქვს მეთქი. არა, არის შოებოდა მაშინ. კარგი, თავაზიანობისთვის მივიღე როცა მომიტანა. არაფერი სხვა არ ვთქვია. და როდესაც წავიკითხე და გულდასმით კითხე თანდათან უფრო ინტერესი ღრმავდებოდა, რაც უდენი სიბრძნე იყო, სიწმინდე გასაოცარი სწავლებები ჩემთვის. მეტადრე უმეცარისთვის. ბოლოში რომ გავედი, ცრემლები მომართა ტექსში. ესე იგი რა მეთქი? ეს შენ ყოფილხარ უფალო იესო ქრისტე, რომელსაც მე მთელი ჩემი ცხოვრება ბევრი მქონდა გავლილი, ალბათ ვიქნებოდი დაახლოებით 21-22 წლის, შენ გეძებდი მეთქი. და იქ მაგონდება ჰერაკლიტე ეფესელის ცნობილიაფორიზმა. ბევრი მიწა და ჭალახი უნდა თხარო, რომ პატარა ალმასი იპო, მაგრამ როდესაც ალმასი იპოვი, ხვდები რომ ღირდა წვალება. ეს ალმასი აღმოჩნდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც უკვე აგერ 70 წელიწადია, ცოტა ნაკლები, 22-50-ზე მეტი ვატარებ უბით. და მომფრთხილდები რომ არ დავკარგო. როგორც ლეს პასკალი ამბობს, ორი მომენტია სარწმუნოებაში. ერთი იპოვა ჭეშმარიტება, მეორე დარჩა ჭეშმარიტებასთან. მეორე უფრო ძნელია ამბობს ეს მეცნიერი. იმიტომ რომ ძალზე ბევრი რამ არის ცის ქვეშეთში, რომ უარყო ღმერთი და ძალიან ცოტა რო იწვა, მაგრამ მე მაინც თვითონ როგორ მოიქცა გაცოტა რა, მირაბოს ხიდზე ეთრით გადადიოდა, გაცოდნენ რატოღაც ცხენები და გადასვიდნენ დინარეში, მირაბოში, სენაში უბრალოდ. და მირაბოს ხიდზე მოხდა ეს და უკანა თვალზე დაეკიდა ეთრი. მთელი გადატრიალება მოხდა ბლეს პასკალის სულში. მან დაგვიწერა არაჩვეულებრივი თხზულება, ფიქრები, ღრმააზროვანი თხზულება. ჩემი თხოვნა გაეცადა. ახლა ზოგიერთი კითხვა, მამა საერო ლიტერატურის კითხვა შეიძლება, ამბროსი ოპტინელი წმინდა მამა პასუხობს. თავიდან სასარგებლოც კია საერო ლიტერატურა, იკითხვა და ფილოსოფია, მაგრამ სასაცილოა ცხოვრების ბოლომდე ამით იყო დაკავებული. ეს არის ერთ-ერთი პირველი საფეხური შემეცნების გზაზე. და შემდეგი რაღაცა იკითხავენ ბავანი. შემდეგი ეს არის წმინდა და უგრძო ცხოვრება, რომელსაც ივანე ოქროპირმა ერთადერთი ჭეშმარიტი სიბრძნის მეტყველება, ანუ ფილოსოფოსობა უწოდა. იმით იწყება და ამით თავდება. ერთ-ერთი ჩემი თანაკურსელი იყო თამარი, რომელიც ცდილობდა ეკლესიურად ეცხოვრა, ჩემთვის ეს უცხოელი იყო. ახალი აღთქმის შემდეგ დავინტერესდი სარწმუნოებით, ლიტერატურა თითქმის არ იშოვებოდა, ეს გადაბეჭდილებს თუ სადღაც ქსეროზე და ასე შემდეგ იშოვიდი, რომელსაც გამადიდებელი ძლივს წაიკითხა. მე იმდენი პირი იყო რა, კომპლეტ რო გითხრა და ამ თავარმა შემოთავაზა, რომ მე მოგამზადებო გამოსტები ჩააბარა. ეს მისი იდეა იყო. ვირწმუნე ღმერთი, მაგრამ გარემო იყო ათეისტური. მინდოდა რაღაც სარწმუნოებრივ გარემოში მოვხდე, რა იყო ეს არ ვიცი და თამართან საუბარში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო სასულიერო სემინარია. ასე გაჩნდა სურვილი მე ჩემში ჩამებარებინა, ერთგვარ კატეხიზაციას მიწევდა, ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ეკლესიურობის გზაზე და ჩავაბარე მცხეთაში.
იქაც დავწერე ქართულში თავისუფალი თემა სამი ევროპელი მწერლის თომას მანის, ჰერმან ჰესესა და ჰოფმანის თხზულებების საფუძველზე. ორი ეპისკოპოსი იღებდა, ერთი მათგანი მეუფე თადეოზი იყო, თურმე მე მითხრა მეუფე თადეოზი ერთმანეთში იმჟელეს, ამას რა უნდა ვასწავლოთ. თან ძალიან დაბალი დონე იყო სემინარი, ეს ვიცოდი, მითხრეს, მაგრამ გარემო იყო ღვთისმოსავი შედარი, მონასტერი იყო, დედები ცხოვრობდნენ და ასე შემდეგ დაუბრუნებლად ილოცებით. წაიკითხავ თან მე ბედმა გამიგება რა დაინახეს რომ წიგნი მიყვარს მეუფე ზოსიმე, მაშინ დეკანოზი იყო ჯერ კიდევ, ბიბლიოთეკა ჩამბარა სემინარიის და უდიდესი სიხარული გამიცადა. ძალიან კარგი ლიტერატურა იყო თავმოყრილი ქართულ, რუსულ, სლავურ და ინგლისურ ენაზე. და თითქმის დღე და ღამ, როცა ლექციები არ მქონდა, იქ ვიჯექი. და ვკითხულობდი ხარბად. მოკლედ რო ჩავაბარე იქ გამოსდები დამეძახეს და მითხრეს რომ ჩვენ ვერაფერს გასავლეთო, არ არის იმ დონესო, ჯერჯერობით სემინარია და მოდი მოგდალად გაგურთხებთო. ჯერ დიაგნოზი მეთხრე, მგდელობას არ ვფიქრობ. და აბა რატომ მოხვედი? გარემოს გამო მოვედი მეთქი, ანტურაჟი იქნებოდა ღვთისმოსავი. გაუკვირდა ძალიან, კარგი, მაშინ ბოლო კურსზე დაგსვამდი, 3 წლიანი იყო. მითხარი არ მინდა მეთქი, პირველ კურსზე დავშვით მეთქი. ვერაფერს ვერ გააწყობდნენ და ასე მოხდი სემინარიაში. ნუ მოკლედ სემინარია გავდი, არ დამიმთავრებია. მოხდა ისე რომ არ ფიქრობდი დაოჯახებას. ბეთანიაში საგანგებოდ წავედი, ერთ-ერთი ადამიანი იყო ჩემი თანაკურსელი, ხევსური, თეორიის სილამაზის და სიამაყის ტრაგიკულად დაიღუპა ჩემსკენ მომავალი. სემინარიაში მან დროს არ დადეგები იყო შობის და მე მშობლებთან ვიყავი ჩამოსული. ძალიან განვიცადე ეს იქამდე რომ კურთხევა ავიღე 1 წელი, აღარ მესწავლა და წავედი ბეთანიის მონასტერში, წინამძღვარი გახდა ჩემი მოძღვარი და ასე შემდეგ პირველი გამიჯები დავაკეთე სემინარიაში, შემდეგ ბეთანიის მონასტერში, ვიდრე ხელს ამასხამრე ვარ. სემინარიაში ორი ჩინებული მოძღვარი იყო. ერთი სწავლული, ფრიად განათლებული მამა რაფაელი და მეორე სალოსი, მამა გაბრიელი. ერთისგანაც და მეორისგანაც დიდი სულიერი სარგებლობა ვნახე, მაგრამ სული ჩემ როგორც სიტყვიან მიეწება მამა გაბრიელს. მისი უბრალოებიდან გამომდინარე. ერთხელაც ბინდდება სამთავროს, არ გაბეჭდებით თავს. სამთავროს დედათა მონასტერში მიმოვდივარ ბაღში და ფსალმუნებს სწავლობ. ახუმიდით და წავიკითხე, ვისაც მონაზვნად აღბეცა უნდა დაისწავლოს 150 თვე ფსალმუნი. ნუ მე ავდექი და ბეჯითა დავიწყე. თითქმის მესამე თუ მეოთხე კანონამდე ვიყავ მისული და მიმოვდივარ და ზეპირად ვამბობ, ვკითხულობდა ესე ზეპირო ფსალმუნებს და რო შემოვდროდი ერთხელაც დავლანდი ადამიანის მსგავსება და შევკრთი მოვლოდნელობისაგან და შორიდან გადმოძახა ნუ გეშინია მოყვასო. ვერი გაბრიელი ვარ. ნუ დაბალი იყო რა დაბეკვილი სამოსელი ესვა, შინაურულად ასე თქვა. და ახლოს რომ მოვიდა, დამეკითხა, რა საკეთებ მოყვასო. ფსალმუნებს ვიზეპირებდი და რატომ? აი პახუმი დიდი გვასწავლის მეთქი. შენ ჩვენი გვარისა მე ახმეცა მინდა მეთქი ბერად. შენ ჩვენი გვარისა ყოფილიყარო და მთელ ტანზე გადამსახა ჯვარი და ჩამიკრა გულში. აი ესე დაუახლოვდით აქედან დაიწყოთ მამა მე ესე იგი მას ხო ფეხის მოკიდება უნდა და სამთავროში არ აჩერებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ცილსაც წამებდნენ და სხვა და ბოლოს მიაღწია იმდეს რომ საკათმე დაუთმეს. დღეს რომ მედიტურა წერო კელიაში არავით არის კელი არის ეს ხო მეტი ვერ გაიმეტეს მამა გაბ ლურჯად შეღებილი საკათმე იყო ფარღალალა ფიცრებით ხრიჭვებით ჩანდა. ერთად გამოხვედეთ სკლინტი, დავდგით ტახტი, ეს ტახტიც როგორ აჩუქეს. მონოზონი ვინმე ამ მორჩილება გარდაიცვალებოდა, იქ ასვენებდა. მეტი ვერ გაიმეტეს და აი ეს მიცვალებულის ტახტი დაუთმეს მამა გაბრიელს ერთად შევიტანეთ. ერთი გახამებული ხალიჩა გადააპარა და ესეც კარგიაო, ასე თქვა, ჩამოვდიეთ. პირველი ანებანი სულიერი ცხოვრების და პერმონასტოვის რაკე გაიგომა რომ სურვილი მაქვს საამისო, მამა გაბრიელისგან მივიღე. მაკვირვებდა მისი ცხოვრება. ესე იგი ზოგჯერ იყო რომ 3 დღე, 1 კვირა, 2 კვირა საერთოდ არ აღებდა თავის ეგრეთ წოდებულ სენაკს და არ გამოდიოდა. ხალხი მოდიოდა, მიდიოდა რჩევა კითხვის.
ნუ ერთხელაც როცა გამოვიდა და ვიახლე, კითხე რომ ასე რატო იქცევი მეთქი, ჯერითი როგორ ძლებ მეთქი, უჭმელი, უსმელი, ზამთარში საშინელი სიცივე იცის, მცხეთაში ყინვები, ხევია და იმიტომ და ფარღალალა რაღაც იყო ფიცრული. არ როგორ წვევი მეთქი, როგორ არადროს არ გაციებული მამა გაბრიელი და გრიპიანი და სიცხიანი მე არ მენახავს არადროს. ეგ სული წმინდა ვიცისო, მე მოკლედ მიპასუხა და გასაგებია. ხო და ესეც მოდიოდა ერთ-ერთ მორჩილს უყვარდა და იმასაც კი უშლიდნენ რომ მისთვის ჩუმად მიეტანა საჭმელი, შიდნენ ამისთვის. აი როგორ ეცედნენ მამა გაბრიელი. დღეს იგნებს წერენ მამა გაბრიელის მოგონებების, ეხლა აღარ მინდა კონკრეტულად ვილაპარაკო. ხო და დაუდგავდა ხოლმე ესა და წავიდოდა ელოდა და ლოცვის კანონი მოუწევდა და დაბრუნდებოდა და სემინარიაში სწავლული ჩამოსულა და გაყინულია წყალი, ზამთარია. გაყინულია საჭმელი. ცირეოდენი რაც მეუტანა, ხელი არ უხლია. აი ასე ცხოვრება. ესე ძალიან მიზი და ჩემი სული, მაგრამ გული სიღრმეში ვიფიქრე, კი კარგი ადამიანი ჩანს, კარგი ბერია, უბრალოა ძალიან თავმდაბალი და მოყვარული. გული იყო რაც არის მამა გაბრიელი და ეს კი ამეთქი რომ განათლებული არ არის და ჩემ გონებაში სწავლულ სასულიერო პირს ბელმონაზონი იყო მაშინ დღეს არქიმანდრიტია მადრიდი. როგორც ეს ვიფიქრე, მეორე დილას გამთენიისას გამომიქცევდა ეს მორჩილი, რომელიც მას ემსახურებოდა ფარულად. და შემომიდგა რომ უკვე კოშკში იყო გადასული და აქ მიახლოსო, როგორც იცოდა ხოლმე ლაპარაკი. ნუ შევედი იქ, სამფეხა პატარა სკამი დამიდგა, თვითონ ტახტზე დაჯდა, ქვევით დამსვა, სრულიად შეგნებულად და გააზრებულად. აბაო არჩილას მეძახდა, მე რეც როცა ვიკურთხე, ყოველთვის არჩილას მეძახდა. აბა არჩილაო, კითხე რამე და გეტყვი, მე ხო თქვი რომ გაუნათლებელია მეთქი, თუმცა კარგი ადამიანია, პატიოსანია. რა უნდა კითხო მეთქი, თავში სრული სიცარიელე ვიგრძელი. ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, თუმცა ცნობის ადილი ყოველთვის ხო და კითხვა და ეს შემდეგ მიყვარდა ძალიან. ხო და როგორ არაფერს სემინარიაში რო გასწავლე, აბა ბოლოს ხო 40,000 სალმუნდან კითხე მაშინ. სარელი დაფა იყო თავი, არ შემილია მეთქი. აი თუნდაც ეს ადგილი უჩინონი და დაფარული გამომისხადე მე რას ნიშნავს გესმისო? ხარი არ მესმის მე. და დაიწყო განმარტება და ესე იგი უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. თავისი ღვთისმსულიერის საუბრით და განათლებით. მე ესე იგი ჩამოვარდა ჩვენ შორის საუბარი მეორე მოსვლაზე. პირველ სიკვდილზე, მეორე სიკვდილზე რას ნიშნავს და თავი ავიღერე და უთხარი მამა გაბრიელს, მე სიკვდილით არ მოვხდები მეთქი. ცოცხალი დავხდები უფლის დიდებით და ასეთი რწმენა მქონდა პატარაობიდან. არ უნდა მომხდარიყავი, ვინ იცის? კაც არის მომდგარი მეორე მოსვლა. ვიეთნიმე ჩვენ ეგებ მართლაც გარდავისახები და ცოცხალი შეხვდები ჩვენი უფლის დიდებით დაბრუნებას, განშად ცოცხალთაგან მკვდართან. ერთი სიტყვით ეს რომ უთხარი ბერი რომელიც მიღიმოდა განრისხდა. შეეცვალა სახისა. ой შეაპარტავანო, დაიჩოქეო. მე ვთქვი რატო უნდა დავიჩოქო? გავჩიქდი. არ დავიჩოქეთ მეთქი. სამჯერ მითხრა და მესამესაც ვთქვი არ დავიჩოქე. შემდაუნებურად აღმოჩნდი მუხლებზე. როგორ არ ვიცი დღემდე. მომეკვეთა თითქოს მუხლები და დავიხედე მუხლებზე დგება და ძალიან გამიკვირდა. როდესაც მუხლებზე აღმოჩნდი, დათვა ისე და მომეფერა. დაჩოქება იცი რას ნიშნავს? სინანოს, თავმდაბლობას, მორჩილებას. და ამეტი რა მეც ესე იგი ჩავეყოთ მამა გაბრიელს. ეს მრავალი სხვა გასავლა მომცემ მამა გაბრიელმა სხვადასხვა გზით. მაგრამ ერთხელაც მოხდა ასე, რომ მამა გაბრიელი მოვიდა სტუმრად ეს წიგნში მის შესახებ აღწერილი მაქვს. აი ეს სადაც მამა გაბრიელის ტაძარია, რკინიგზელთა ძველი შენობა იდგა. და მე გადმოგცეს ჩვენ და სატრაპეზოდ გადავაკეთე პატარა შენობა იყო და სადაც დღეს საკურთხეველია მამა გაბრიელის ტაძარში. იქ იდგა რუსების მიერ ცისფრად შეღებილი მაგით ადრე რუსები იყვნენ პეტრე-პავლეს ტაძარს ერთი ტაძარი იყო დაუფლებული და მომადგა მოკლედ ბევრი რომ არ თქვა ხალხი და შენთან უნდა ვიქეიფოთო დღეს და ვიღებ აღსარებას მარტო ვიყავი 17 წელი ისლები
და აი ახლა ახსარებას დავასრულე, ჩამოვარ მეთქი ეკონომიკოს დაუძახე, თამარი იყო ვინმე, რაც გვაქვს მოცივაში გამოიღეთ და დააგეს უბრალოდ და ამათაც მარტო კი არ მოვედი სარიელში. აი პრავეზია მოვიტანეთ, ხედავ როგორც იცოდა ხოლმე სალუსულად ლაპარაკი და ეს ყველაფერი ამოაწყეს, დაალაგეს, მოვჩი ახსარ, ჩამოვედი, მითხრა, მიბრძანა, ლოცვა ხავ, მოყვასო. ლოცვა თქვით და შენ აგურთხევ, აგურთხებინა. რომ დამსხედე, თამა და მართალია, შენ გეკუთვნის მას მიძებნა, მე ვიქნებიო. ვინ შეეწინააღმდეგე და არა პრეტენზიები მქონდა და როცა ბოლოს უგლედა, ლოცავდა სამოსობდა სუპრასი. ორი ქალბატონი ისეთი ბირცი სიტყვებით შეამკო, როცა მათ ლოცავდა. მეტი არ შეიძლება. მეტადრე სასულიერო პირია. განვლისდი ფეხზე წამოვიჭერი და ჭკვიესწავლება დაუწყე მამა გაბრიელე, უკვე სალოსობა აღარ არის, ეს უკვე ენაბილწობა, 20 საზვერი არსებობს, მათ შორის ენაბილწობის რა. ესე იგი ორი სველად იღებება და მე ვუძახ, ეგრია არჩილა, ეგრიაო. მაგრამ მაინც იგივე შეუძლება. მე რა მივხვდი რა შეუძლება, მათი გულის აზრები გამოამზევრა ისე რომ ვერაგ ვერ მივხვდი. მე მივხვდი, როცა ერთი მათგანი გაშიშდა და 10 გარდაცვლილ ფერნიკოლოს შეუვარდა, რატო არ გინდივარო. ხერეღა იფეთქა გონებაში თურმე რას გულისხმობ მისი გულის სიტყვები მათთვის სულ სინანულში მოეყვანა აი როდესაც პროექტი დარჩენ მიდიაშვილი რო იყო სამისი ტაძარი რო ჩვენი ბრეული იყო მაგის პროექტი დავაგეთ ეს პროექტი გვაჩუქა ადლიერების ნიშნად აი იმ ტაძარში უნდა იქ იმ განყოფილებაში უნდა ყოფილიყო საკურთხეველი და ეს შემაერთებელი კორიდორი უნდა ყოფილიყო ამ ტაძარსა და მამა გაბრიელის ტაძარს შორის შუაში იქ მაგრამ როცა კედლები ბრეულმა ამოიყვანა, ერთი-ორ დღეს მოუკარი თვალე ვინც მუშაობდა, მაბოდია მამა პროექტი კი ასეა, მაგრამ ბუნებრივად აკითხოსო. და როცა ეს თქვა, უცბად იფეთქა გონებაში, რომ აქ ხომ მამა გაბრიელი მჭდარა, სალოსობდა, წინასწარმეტყველებდა და კურთხევა მივეცი, რომ აქ აღიმართო საკურთხეველი და ასეც მოხდა დღემდე იქ არის. მრავალი სარამს. ეხლა რაც შეეხება ყველაზე უფრო არსებიც და მნიშვნელობას ჩემ ცხოვრებაში. ზოგიერთ რასმე გამოვტოვე, თუმცა შეიძლება თქმულიყო ხელდასხმას სამღვდელო პირად. როგორც გითხარით, ორ მღვდელთავარსაც განუცხადე, არასდროს მიფიქრია მღვდლობა, მაგრამ ერთ-ერთი სტუდენტი იყო, ერთი კურსით მაღლა სემინარიაში ობოლი, რომელსაც ხელდასხმა უნდა დიაკვნად და აყვეცა და ანაფორა მოიტანა და 2-3 ანაფორა და ისინჯავდა და ვერ მიხვდა დიდია პატარა და მოდი რა ჩაიცვი და შემოხედავ. ხარ როგორ მეთქი სასულიერო პირი ხო არა ვიცი. ჩაიცვი ანაფორა რომ ჩამაცვა და შემიკრა. უცბად მიგრძენი რომ მე მოდელი ვიქნები. აი როგორ აგიხსნათ ეს გრძნობა არ ვიცი და შემეშინდა. აი ამასთან დაკავშირებით გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვიდან სასიმშირო წარმოთქვა ბასილი დიდისა თავის მამის წინაშე ხელი რო დაასახელებს, ერთ ფრაგმენტს ამასთან მიმართებაში ამოგიკითხავთ. მოკლედ შევშინდი ძალიან და იმ დღიდან დამეწყო ჩემ და უნევრა ფიქრი ხელდასხმას. მე ამასობაში მოვლენები ესე განვითარდა, რომ მამა ჩემი მძიმედ დასნეულდა, ღვიძლის კიბოთი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედამ შემომითვალა, რომ მძიმედ არისო, ჩამოვედი ბეთანიის მონასტერი და წასული იყო, როგორც გითხარით და ანუდეში რამდენადაც შემეძლო, მალე გარდაიცვალა. თურმე აღმოჩნდა ეს იყო კლინიკური სიკვდილი, გაცოცხლდა, ყველას გასაოცრად 20 წუთი იცოცხლა და ესე იგი მამა ღმერთს ადიდებდა რატომაც გასაკუთრებად. ეს 20 წუთი და დედა ჩემს უთხრა მე რომ მოვხვდიო შენ გავარდიო მეზობლებს ეძახდი ამასამ დეჩი შეეშინო და გაუკვირდა შენ რა იცი ყველაფერი მესმო და ყველაფერს ხედავ საკუთარ სხეულსაც და ასეში გარემოს და როგორც აღწერენ ხოლმე სხვების კლინიკური სიკვდილის შემთხვევაში ქერაბინები თითქოს ყველა მხრიდან თვალები ყველაფერი 360 გრადუსის ხედავ ყველაფერს ირგვლივ არა ისე იმ განზომილებით როგორც ჩვენ ხედავთ ჩვეულებრივ აღვიქვამთ ნუ მოკლედ ამის შემდგომ ესე იგი მეუფე თადეოსმა აც გარდაცვლილ პატრიარქს ხოლა რომ კარგი მოწაფე არისო და ხელი დავასხათო. ორჯერ უთხრა უარი. თავს იკავებ. მე მოხდა ისე ბეთანიაში როცა ვიყავ ერთ ვიდრე საბოლოოდ ჩამოვიდოდი ჩემ მოძღვართან საუბარში დავასვენე რომ უნდა აღკვეცილიყავი და ვთხოვდი პატრიარქს
ფათახევის მონასტერში, რომელიც მოქმედი არის, გავეგზავნე, ერთი ქედი ყოფდა ბეთანის მონასტერში, ჩემ მოძღვართან კვირაში ერთხელ, თუ ორ კვირაში ერთხელ გადმოვედი ასარებისთვის და იქ ვიმოღაწევდი, ვიმსახურებდი. მაგრამ ერთმა სხვაგვარად გასაჯა. როდესაც მივედი პატრიარქთან და ველოდი მიღებაზე, მოულოდნელად გავხდი ცუდად. საპატრიარქოს ძველი საპატრიარქო მოვიწამე როგორც ჩანს, ჩემმა რძალმა დისერტაცია დაიცვა, მე ვფიქრობ, თევზმა მაწყინა, მოვიწამლე, ძალიან ცუდად ვიყავი. დღეს რომ მამა ელიზბარია ქაშვეთში, მაშინ დარაჯი იყო ეგ საპატრიარქოში და მაგან მომხედა. დედები ცედარ მიყურებდნენ. თუმცა ხედავდნენ, რომ დებოდი მაპატია აუტანელი გულისხმევები და ასე ტკივილები. მიგვიდა გულში კაცო, რანაირი მონაზვნები არის, გვდები კაცი და წყალი რა არის, ის არ მოუწოდებიათ. ერთ-ერთი ჩემი თანაკურსელი იყო დიაკონი ევსევი, რომელიც გარეგულად რამდენადმე გავდით ერთმანეთს. ის მელოდი იყო მეც და ასე შემდეგ. და ეგონათ ის სმა უყვარს მაგასთან, რა გვინდა მაგასთან. მე ვუთხარი, რომც ის ყოფილიყო, როცა გონზე მოვედი, რომც ის ყოფილიყო მეთქი. ადამიანი არ არის, ქრისტიანები არ ხარ, მონაზვნები, როგორ არ მიხედეთ მეთქი მაგას. ამას უყურში მამა ელიზბარი რო აქ რაღაც მეხმარება, პატრიარქი ჩამოდის და დაინახეთ რა შეშულა. ელიზბარმა უთხრა რომ ცუდად არის ძალიან რა, წიმეთ არის. ავიდა პატრიარქი, დაურეკა სასრაფოს თავად და სასრაფო მოვიდა, მაპატია ამოვრეცხეს ყველანაირად და ასე შემდეგ და გონს მოვედი საღამოთი პატრიარქის ის ეზოში და გავედი რომ ჩემი სათხოვარი თხოვო ახვეცაზე. პატრიარქს ორი სიტყვით უთხარი და ეს ხელი თითი აიშვირა ზევით და ასე მითხრა. ზევით გადაწყდაო. სემინარიაში უნდა დაბრუნდეო. და დავბრუნდი სემინარიაში. მე ესე მოხდა რომ მეუღლე სიზმრეულად გავიცვანი. მომიყოლია მოკლედ ვიტყვი. ვიდრე მოხდებოდა ხელდასმა, აი ელვისებურად მოხდა, მიეწყო ერთმანეთს ყველაფერი და მოვიყვანეთ ცოლად ის, ვისაც არ ვიცნობდი და ერთი კვირის ნაცნობი იყო. დღეს 5 შვილის დედა და ჩემი მეუღლე და მადლობა ღმერთს რომ მეგობრობას მიწერს. კერძოდ ეს ამგვარად მოხდა. იერუსალიმის პატრიარქია ჩამოსული ჩვენს პატრიარქთან ერთად წირას სვეტიცხოველში და ჩემი თანაკურსელი იყო წარმოშობით ცესტატონელი სემინარიაში და მითხრა რომ წავიდეთ მეუთხარით სამთავროში ხომ მოусმინეთ იმას ვეზიარე კიდეც შენ წადი მე იმდენი ხა შემაწუხა პირდაპირ დავიდა რომ მომეშორებინა გავყევი ხო და როცა შევედი უკვე სიტყვას ამოძრენ ქადაგებდნენ ჯერ იერუსალიმის პატრიარქი მერმე ჩვენმა თქვა ქადაგება და დავდექი სადღაც უკან და ესე იგი ამ დროს აღმოჩნდა რომ ჩემი ჯარის მეგობარი ყოფილა იქ ჩემს მომავალ მეუღლესა და მის მეგობართან ბულგარელი იყო მინსკში სწავლობდა კულტურის ინსტიტუტში და ჩამოსულა და სვეტიცხოველოს ათვარიელები მე სამთავროში მოიყვანა ჯვარზე და ასე შემდეგ დამიწახდა და გამიხარ წავედ გადავეხვით ერთმანეთს უკვე მორჩა კიდეს ეს ქადაგება ყველაფერი და გამაცნო თავისი ახლობლები ჩემი მომავალი მეუღლე მისი მეგობარი ამის შემდეგ თხოვეს რომ თუ შეიძლება სამთავროში მივდივარ თუ დეიდას იქნება გიდობა გაგვეციო და რაღაცები აგვიხსნა არგოს მანდაც მივედი მე ჯვარზე აღარ გავყევი და იმ დღიდან დაუახლოვდით ერთ კვირაში გახდა ჩემი მეუღლე ელვისებურად სასიდედ რომ გავაცილა აეროპორტში მითო მინსკში ვაცილებდი და ჩვენ წავედით დასავლეთ საქართველოში ნათესავთან და გახდა ჩემი მეუღლე მეუღლეს ოსიმებ ჯვარი დაგწერა და ასე შემდეგ და სად მოხდა გაცნობა ლეჩხომის ხატი ცაგერის დღემდეა სვეტიცხოველში იმ ადგილას ძველი ხატია დიდი თვლებით მოვაჭველი აი რომ შეყო საკურთხევლამდე ხელ მარცხნივ მაღლა ამ ხატის ქვეშ გავიცანი ჩემი მეუღლე და გახდა ჩემი მეუღლე აი ეს ლეჩხომის ღვთისმშობელი ცაგერის შემოწირა ერთ-ერთმა ჩემმა მრევლმა 5-6 წლის წინ და საგანგებოდ იქ დავასვენე რადგან მას უმადლი და როცა რაღაც ოჯახში გვაქვს საჭიროება, ჩავდივარ და მასთან ვლოცულობ განსაკუთრებულად. ზევით, როგორც თქვენ ხედავთ, არის სხვა ხატი, მიმადლებული ზეცა. ეს ჩემი საგანგებო მითითებით არის იქ დასვენებული და არა ნებისმიერ ადგილას, რატო? ჩვენ ეგ შევწყვიტეთ სიტყვა, რომ მეუღლე თადეუს მოორჯელ ითხოვა, მაგრამ უარი მითხრა, უარი უთხრა პატრიარქმა. და მოხდა ასეთი რამ, ჯერ სიძვრეულად მაგურთხეს. სამგელო პირად, მე ხაჭი. სრულიად მოულოდნელად და გაუგებრად.
კერძოდ შევდივარ თითქოს სიდრუგჭირს სიონში არავინ არ არის კაცი შვილი არ არის სიმყუდროვეა დიდი ტაძარში მაგრამ ჩემი თვალე რაც მიიღო პიროპოლის კედლები არის სპილოზვლით მოპირკეთებული ასევე იატაკი და რაღაც სინათლე ციაგი მიმოდის ტაძარში კედლიდან კედელზე საკურთხეველში ჩავა ამოვა და ეფინება კედლებს თვალე რომ გავაყოლ დამაინტერესა საიდან ამოდის წყარო რა არის მეთქი ამ ციაგის დასრულდა სიონის წმინდა ტრაპეზე სახარებიდან იქაც ესვენა თვლებით მოაჯვილი სახარება მაგრამ რომელიც სიზრუელ ჩვენებას ბევრად ძვირფასი იყო როგორც მატერიალური ისე სულიერი გაგება მოკლედ გავხედე და იქიდან ამოდის მე სპექტრად იშლება აელვარებს წელ ტაძარს ამას უბაში ვიგზელი რომ ხრებზე ვიღაცა ხელები დამატოს აქედან მარჯვენა მარცხნივ და ნელ-ნელა შემიყვანეს ტაძრის სიღრმეში ცდილობ გაუძალიათე მაგრამ ხედავ რომ უძლური ვარ საბოლოოდ გამიყვანეს აღსავლის კარებში დამაყენეს მე როგორც ერის კაცმა ვიცოდი რომ აქედან მხოლოდ სასულიერო პირები შედიან და გავჩერდი და ძალდატანებაც აღარ ყოფილა რაც ვხედავ ღვთისმშობელი მარიამი კანკელიდან მარცხენით კანკელის ყოველთვის ღვთისმშობლის ხატია დაცვლილი მარჯვენით მაცხოვრი გადავიდა ამ ხატიდან ოღონდ გახდა სხვა იერის არა ისეთი როგორც სიონშია დაიჩოქა ტრაპეზის წინაშე ძალიან დიდხანს გულსმოდგინედ ლოცულობდა ბოლოს წამოდგა გამოიხედა გახარებული სახე ჰქონდა აიღო წმინდა სახარება მომიახლოვდა ესე იგი აღსავლის კარებთან და ძალიან ტკბილი დედობრივი კილოთი მითხრა შვილვარჩი ეს სახარება დღეიდან შენი იქნება მალე ჩემთან მოხვალ და ეს ახდა ცხაჩიას იმავე ღამეს იმის მერე ვიგრძელი რომ ქადაგების ნიჭი დამეჭდა რაღაც აზრი რომ ჩამოვაყალიყო ჩამოუქნა ქადაგება და ასე შემდეგ და მომადლე ამიტომ ღვთისმშობელ მარიამ ეს ხატი იმად არის იქ დასვენებული სადაც მე ხშირად ვარ აღსარებებზე საუბრებზე და ასე შემდეგ იმავე ღამეს ამის შემდგომ ხელდასმა აღასრულა გასვენებულმა პატრიარქმა კერძოდ ეს ასე მოხდა დგევა ივერიის ღვთისმშობლის ხატის აი ხლა ხახულის ხატი დაუსვენებიათ ეხლა ხას ვნახე არ ვიცოდი და სადაც მე პატრიარქმა დამავალა პარაკლისი გადაგვეხადა დიდი ხშირად თავადაც იყო სამი ქადაგება უნდა წარმოთქულიყო ერთი უნდა მეთქვა მე ერთი რომელიმე ბლისთვის მიმეცა თემატურად შემერჩევა შემაჩნეველს პატრიარქი ამობდა ხოლმე უმეტესად მოკლედ იქ დგავარ და მორწმუნე მრევლი დგას ანდროს ჩრდილოეთის კარიდან გამოდის პატრიარქი არანაირი რეგალიები არ აქვს არც ომოფორი არც ანაფორა სამუდამო ჩოხა აცვია უბრალოდ და როცა ხატს გაუსწორდა მრევლი მიახლა და ლოცვა კურთხევას ხოვდრება აკურთხა ყველანი და მე რო გამვიარა საბრალობელი ხმით ხოლმე რომ მეც მაკურთხეთ მეთქი და კაცრად გადმომხედა არაფერი არ მითხრა არ მაკურთხა შებრუნდა უკან როცა გამოვიდა უკვე შემოსილი იყო როგორც ეკუთვნის პატრიარქ დელთავარს ვება წიგნი გამოიტანა თან და მიბრძანა მკაცრად ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქე აი ამ კანკელში იმად არის კიდევ ივერიის ღვთისმშობელი თქვენ რომ იცოდეთ დაიჩოქე ომოფორი გადამაფარა დელთავრის წამიკითხა ეს წიგნი წინი რო გახსნა კიდე დავინახე ჭიებით იყო დაჭმოდა როცა დახურა მტვერი ახლა ესე იგი ძველი წიგნი იყო დაღრმილი ჭიებისგან არა წამიკითხა ლოცვა კონკრეტული შინაარსი არ მახსოვს მაგრამ ბოლოს რომ დახურა და მტვერი ახლა ისევ კაცად მითხრა წამომაყენა ფეხზე და მითხრა შენი დამსახურება კი არ არის რომ გაკურთხევ არამედ აი ამათი ხელი ასე გაიქნია რომ გავაყოლე თვალი ივანდილას ის ფრესკა არ არის სიონში ორი წმინდანი იყო გამოსახული ერთი ადვილად ვიცანი ეს იყო წმინდანი რომ ვაზიჟრით მეორე იყო ბერი დაჩოქილი ვეება წვერი აი როგორც აქ არის მამა დავით გარეშელი უხმოდრეკილი როა აი ეს არის იქიდან თქვენ რომ მიცოდეთ ასეთი ხატი აღმოჩნდა მე მამა დავითში რაც მე არ მინახავს მანამდე მოკლედ ეს ბერი ვერ შესხვნილი ეჭირა და თითქოს შემთთვის ლოცულობდა და წმინდანი რომ ლოცავდა ამის მერე ერთი ან ორი დღე გავიდა მოულოდნელად პატრიარქმა რომელმაც ორჯერ უარი უთხრა
მღვდელთავარს დამიძახა და კაცრად მითხრა მოემზადე დღეს დარჩები ღამე სიონში და იკეთება სიონი მოემზადე ხელდასხმისთვის ყოველგვარი წინაპირობის და შესაბლების გარეშე მითხრა დარჩი იმ ღამეს ესე იგი გავატარე ფიქრსა და ლოცვაში მთელი ღამე დიაგნოზი დამესხა ხილი 8 თვე მისი კურთხევით ვიმსახურე სიონში და შემდეგ უდალავთ ეხლა რა არის მნიშვნელოვანი კიდევ როდესაც მაკურთხა ზევით დამიძახა თურმე ყველა შუქნიდა თანხას ხელდასხმის ნიშნად და ბარათს სადაც დღემდე მაგ შენახული მისი კალიგრაფიით არის მოლოცვა სამღვდელო ხელდასხმის და მითხრა შენს კურთხევას არ ფიქრობდი თუ კაცად მითხრა პაუზა გააკეთა და დაასრულა მაგრამ გადაწყდა რატომ არა უხსნა როდესაც პაუზა გააკეთა გულში კაფიო იმავე ხმით როგორც სახარება გადამწერა იმ ტონით კილოთი მე თქვა გულში არა გონებაში გულში რადგან ღვთისმშობელმა მარიამმა ინება და საუბარს მორჩა მე მოუხევი აი ეს რაც გავიგებ გულიდან და ესე ყურადღებით შემხედე ესეც არ არის საყვარელო ყველაფერი მითხრა რომ დიდუბის ეკლესიაში იმსახურებო ერთგვარი ნიჭი მოუწია ქადაგებისო და ესადა რომ ღვთისიტყვა იქადებოდა ღვთისმშობლის კურთხევას ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ძალისებ დღეინდელად დღემდე ვასრულებ და გამაგზავნა დიდუბეში შიგნით ნამყოფი არ ვიყავი და ერთი მეგობარი მე ვიყავი შეცვლილი და ესე მისული დიდუბეში და მოდელი ისეთი მთვრალი ათ გარდაცვლილი ქანაობდა პირდაპირ პანაშვით სიხდიდა რომ მოვეფარეა მეგობარს რომ არ დაენახა იქ სარწმუნოზე ველაპარაკობდა აშკარად დაბრუნდებოდა და ხარი მოდი სხვა დროს მოვიდეთ მეთქი სხვა ტაძარში წავიდეთ მეთქი ერთ წავიყვანე რომ არ დაენახა მოკლედ მაკურთხეს გამგზავნეს მივაგენი დიდუბის ტაძარს მე ამასაც მიეცეთ ყურადღება რომ მას დღეს ქვია ღვთისმშობლის შობის ტაძარი ის სინამდვილეში არის ივერის ღვთისმშობლის სახელობისა როდესაც ეგზარქოსების ხანა იყო ერთ-ერთმა პირველმა ეგზარქოსმა ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა ეს იყო ყველაზე უფრო ერთ-ერთი პოპულარული ტაძარი მთელ თბილისში სასავლები ხდებოდა ჩემ გლობაშიც იყო ეს სასავლები ამას უამრავი ხალხი ხედავდა აი მაგალითად მეორე სოფლებში სასული იყო და მამაც მათუ ვინც და დაბრუნდებოდა თუ არა ილოცებდნენ ღვთისმშობლის მიმართ ქვას აუსმევდნენ კედელს და მიადებდნენ და თუ ცოცხალი დაბრუნდებოდა კედელზე ჩერდებოდა გაუხსნელი კანონები თუ არა და ჩამოვარდებოდა და ეს ყველა მიცოდა ამიტომაც იყო გარდამავალ ორშაბათს მისი დღე იყო და სხვა ხალხი მოდიოდა იქ ხო და ეგზარქორმა განიზრახა და ერქვია ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი ხალხი აუჯანყდა რატომ ყაზანის ეს არის ძველთაგან ივერის ღვთისმშობლის თამარის დროიდან თამარმა იქ დაიწერა ჯვარი დავით სოსლანს ხო და შეეშინდა ჯანყის ეგზარქოს მაგრამ ნახე არც თქვენი არ შევიო და დაარქვა ღვთისმშობლის შობის ტაძარი სინამდვილეში და დადგება დრო ივერის ღვთისმშობლის სახელს დაიბრუნეს და მისტიურად ეს ასეც არის მოკლედ სამწლებს მართლაც სამადლობელად პირველად მისული ვარ ტაძარში და კანკელთან როცა მივედი დიდუბის ეკლესიის საქმე დავრჩი დღემდე კანკელში არის ის ხატი რომელმაც მე სიზღვრეულ ჩვენებაში მაკურთხა გამოვიკვლიე მე დავინტერესდი ზედ მიწევრი თავფერებში და ასე შემდეგ დედა ჩემს რო უთხარი არათუ ჩაოლოს სიზმარებდა და რას ნიშნავს მეთქი და მამა ახალი გარდაცვლილი იყო მეზობლებმა უთხრეს რომ ჩქარ სიკვდილს ნიშნავს არჩილის გარდაგეცვლება უნდა ეხლა წარმოვიდგინე ქმარი ახალი გარდაცვლილი რომელიც არ გასულა შულზე ეუბნებიან და უთხრეს სიზმრებს არ აკვე მეთქი საერთოდ სულ სხვა რამეს ნიშნავს აღმოჩნდა რომ ეს იყო წინასწარმეტყველება ხელდასხმაზე და თან არის საინტერესო არა უბრალოდ ღვთისმშობლის მეოხებით და შუამდგომელობით არამედ სწორედ მის ტაძარში საიდანაც ეს ხატი იყო და ესე იგი მე დავინტერესდი გამოვიკვლიე ეს იყო ერთ-ერთი ასლი ღვთისმშობლის ძველი ხატისა მიმადლებული ზეცა ბლაგადატნაიანება რომელიც იქ დიდუბეში ეს გამოვიკვლიე დაწერილია ცნობილი რუსი მხატვრის და ხალწერის ვასნეცოვის ხელით გარკვეულ პერიოდებში სიმძიმილეშა ზავდიმარი მხატა და ბევედრები აი ესე მოხდა ჩვენი ხელდასხმა რა გადამხდა მე ტაძრიდან ტაძარში როცა მიმომატარებდნენ არ დამკლებია არც შურია არც ღვიძლი არც ფეხის დადება და მრავალიცა სხვა და პირობოლისა ვისგანაც ეს არ უნდა ყოფილიყო ქრისტეს მიერ ძმებისაგან და ასე და ამგვარად მოხდი როგორც დაჟილი
პეტრე-პავლეს ეკლესიაში. მასეთი მგლები იმ ტაძარს ეძახდნენ შტრაფნიკების ეკლესიას, ვინც შტრაფზე იყო გასაშვები. აი, მას აგზავნა ერთი მათგანი მე აღმოჩნდა, მაგრამ სადაც ეკალიდატეს ის არ აღმოცენდა. სამი სხვა ტაძარია, ამოებულია სულიერი ცხოვრება ფიქრ და არა თუ ჩვენებრივი და აი თქვენ უმეტესობა ხალხ სხვადასხვა პრობლემებიდან მოსული და ხშირად ასე ხდება. მადლობა და დიდებობა. ჩვენ ყველა ერთნი ვართ. ჩვენი ზეციური მამის სულიერი შვილები და ქრული ხელფამისთანი. აი ეს გრძნობელობანი, რომელიც მგლობისას ჰქონდა თავდაპირველად. გულშინ კითხულობდი გრიგორი ღვთისმეტყველის ამ სიტყვას და გულთან ახლო მოვიდა, მეუცნაურა და მინდა თქვენს ამოგიკითხოთ. ესე იგი, როდესაც გრიგორი ღვთისმეტყველი მისმა სულიერ ძმა ბასილი დიდმა, რომელიც არქიეპისკოპოსი იყო კესარია კაბადოკიის, აკურთხა ხელი დაასხა ეპისკოპოსად, გააგზავნა სასიმი იყო გადავარდნილში, უკაცრიელ ადგილას და გრიგორი აღშფოთდა ამასე, ერთბაშად არ მიიღო ბასილისის გადაწყვეტილება, სიტყვაც დაუწერა და იმ დღიდან მათი ურთიერთობა მეგობრობის ნიმუში არიან ქრისტეს მიერ ძმობისა და იყო დრო, როცა ისინი საერთოდ არანაირი ურთიერთობა აღარ გაწყდა ურთიერთობა. მაგრამ მერე დაბრუნდა გრიგორი ღვთისმეტყველი და წარმოსხდა სიტყვა მისი განშორების ასახსნელად. და ეს ფრაგმენტი აქედან, როდესაც დაასხეს ხელი. მე ერთდროულად შევიყვარე და შეუშინდი სულიწმინდას. ჩათვალეთ, რომ ეს განცდები მქონდა ცოდნას. სხვათა შორის, ჩემს სამღვდელო ხელდასმას აღმოჩნდა ზვიად გამსახურდიაც უმზერდა იმ წირვაზე იყო და მე რომ დავმეგობრდით, მითხრა, რომ იშვიათად მინახავს ასეთი ღვთისმოშიშებით მიეღოთ ხელდასხმაო. მე ვიცოდი, რომ თქვენ პატიოსანუხტელი იქნებოდით და ნუ მე დაახლოვდა მოხდა და ასე შემდეგ. ზვიათთან ეს გარკვეული და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში მასთან ურთიერთობისა. დღეს ნახეთ, რა საოცარი დრო არის ეს ფსევდოლიბერალები, ქრისტეს ეკლესიისა და ქართველიერის მტრები იჩემებენ, რომ ზვიადის გზას აგრძელებენ. არ დაიჯეროთ. არ დაიჯერო, არ დაიჯერო. ამაზე შეიძლება მხოლოდ ირონიით იმღერო. ესენი არიან დაუძინებელი მტრები. ქრისტესი და ქართველიერის ჩვენი სამშობლოს. ესენი არიან ხოლობები, მონები, რომლებიც ფულისთვის ყველას დაუწვევიან. და არა მარტო დასავლეთს და ამერიკას, არამედ ჩრდილოეთსაც და ასეც არის ნაწილობრივ და ჩინეთსაც კი, რომლის გამო ხშირ ჩვენ ევროპა დღეს არ მინდა ეხლა პოლიტიკაში გადავარდე, როგორც იტყვიან ხოლმე, ეს მაინც იცით ჩემზე კარგად. მაშასე მე ერთდროულად შევიყვარე და შეუშინდი სულიწმინდას. მიჭირდა თავდაპირველად ღვთისმსახურება, ქადაგების წარმოთქმა. ძალიან ღელავდი, მაგრამ მადლობა უფალს, როცა განმავლობაში მოვიდა გამოცდილებას და სულიწმინდის მადლმაც იმატა. ფიქრობ, რაღაც დრო დამჭირდა ამბობს გრიგორი, რათა მოვიკრებდი რა აზრებს საკუთარ თავში გამოფხიზლებული ყავდა, ამერჩია და უმჯობესი და ყველაზე უფრო უსაფრთხო და რათა როდესაც წუხილი არ იქნებოდა როგორც ღვარძლი მართვალში და უარგესი ფიქრები ანუ აზრები უმჯობეს დაუთმობდნენ ადგილს. ესე იგი ერთბაშად არ მიენება და არის ღვთისმსახურება განმარტოვდა მონასტერში, საკმაო ხანს იყო და მერმეხა დაბრინდა, როცა ასე ვთქვათ დაილექა ყველაფერი. სავსებით დაუთმობდნენ ადგილს, სავსებით გაემარჯვებინა სულიწმინდას და მე მათი მსახურებისა და საქმიანობისათვის გამოვეყენებინა მათს. ამ ადამიანთა სულთნისათვის თავის ბრელზე ამბობს, სულთა მართვისთვის, გასწავლისთვის, სიტყვით, საკვით და მაგალითით, როგორც ღვთისმდიდებული პავლე ამბობს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, სიტყვითა ჭეშმარიტებისაითა და საჭურველისა მით სიმართლისაითა, მარჯვებისაითა და მარცხენისაითა. წყევს არ მთელი არსებით შეუდგა მათ სულიერ დაპყრობას და ზრუნვას მათი ცხონებისათვის. წყემსობის გამოსტილი განვლისთვის, რომელიც მიგაქცევს თუთისობლისგან აი ამას დავეწაფეო, მიყავხარ ღმერთთან, თან გავს სხეულს, გაერთებს სულიწმინდასა, გაურბის სიბნელეს, ხარობს სინათლეზე, განდევნის ნადირთ, პოროტიკული სიტყვები იგულისხმება. სამწყო შემოზღუდულში უყრის თავს, ანუ ეკლესიაში. წვალებლობებს გულისხმობთ, რომლებიც ცდილობდნენ მიეტაცებინათ მართლმადიდებლები ჭეშმარიტი ეკლესიიდან, რომლებზედაც ჩემის აზრით საკვირველი მიქია ლაპარაკობს, ავყავართ რა მიწიდან ჩვენთვის ღირსეულ სიმაღლემდე, აღდეკ ამბობს მიქია, ვიდოდე რამე თუ არ არის ესე შენდა გასვენები, დატოვე
სოფლიო და სოფლიური საზრუნავები და მიეწებეს ეცას სხვანაირად ვთქვა. თუმცა ამბობს გრიგოლი, ფიქრობენ ზოგიერთები განსვენება ყო თავისთვის მიწიერსა და ქვეყნიაში, რაც ყოველად წარმოუდგენელი მეტადრე სასულიერო პირისთვის. ასე და ამგვარად განვლეთ ჩემი უდლობის წლები, თითქმის 47-48 წელიწადი განსაკუთრებულად მძიმე იყო ჩემთვის. 17 წელიწადი პეტრე-პავლეს ეკლესიაში, როცა მარტო გავატარე პატრიარქს სამჯერ ვთხოვე, რომ ძალიან გადავიღალე მეთქი და ძალიან დიდი მრევლი მყავდა რა. გაზვერდების გარეშე რომ უფალს ხავს მე ვინა ვარ, უნავარმის. პირველი საავადმყოფოდან ძველი მრევლი დაემოწა, იწყებოდა რიგები. აქ მრევლის გარდა ბევრი როგორც მოციქული პავლეოს მიმსვლელი მოსვლელი მიყავდა სხვადასხვა კითხვები ლოცვისთვის და ასე შემდეგ. და ეს სწორედ 17 წელიწადში შემომეჯარა მრავალი ავადმყოფობა და მათ შორის დიაბეტიც. რისთვისაც მადლობ ღმერთს. როგორც ავადმყოფობისთვის, ესე მტრებისთვის მადლობ მოყავს. აი როგორც გრიგოლთვის მეტყოლი ამბობს, რა კი ვახსენე თავის მტრებზე. შანს მეც რაღაცას უნდა ვნიშნავდეო, რომ ყავს მტრები გამადიდებელი ლინზით უმზერე ჩემს ყოველ ნაბის. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის ფხიზლად ვიყო. აი მეც ამას ვიტყოდი. და ბოლოს უშინწინ ვიჩექი და ვთარგმნიდი ჩვეულებისეებ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ერთ-ერთ დაუმჯდომელს, რომელსაც აქვია კედელი დაურღვეველი 2/3 ღვთისმადლი ვთარგმნე. გარეთ მაისი იდგა, მაგრამ უჩვეულო, ქარიანი, ცვალებადი, ხუმრობი თქვი, მარტი მაისში დადგა. მარტში არ ყოფილა ის, რაც არის ახლა. მერე ერთ დღეს ძალიან ცხელა, მეორე დღეს უსაშველოდ ციო და ქარებია გამჭოლი. და ამოტივტივდა პოეტიზირებული აზრები ჩემს ცნობიერებაში, აი ყველაფრის გააზრები, ჩემი მგლობის, ცხოვრების, სიბერის და ასე შემდეგ და ამით მინდა დავასრულო ეს დაულაგებელი სიტყვა თქვენს წინაშე. ლექსის მაგვარი რომ დაიწერა, რომ პროზაული ლექსი ესე დავარქმევდი. თარგმნი ღვთისმშობლის დაუჯდომელს დავხარობ სულით, რაღაც ფაქისი მგრძნობელობა მეყრება გულში. სარკმელს მივხედავ, იმას იქით ბაწაწა ბაღში, სხვადასხვა ფერის გაიფურჩქნა ლამაზი ვარდი. მაისის თვეში ქარი დააქრის, როგორაც მარტში. ხშირი წვიმები დაუეცრა ცხელი ხვარშაკი და როს გავხედავ ცას მოხუპრულს მეცვლება განცდა შავი სიკვდილი სულ ახლოს გას მბზინავი ცელით 70 წელიწადი სნეულებანი ჩემუძლურისთვის მეტისმეტად მძიმეა ჯვარი რომელიც ღვთის განგებით დიდხანს ვატარე ხოლო შენიცი მაცხოვარო რაც გადვიტანე ამის დათმენას შენს გარეშე მე ვერ შევძლებდი მე მსურს დავტოვო ეს საწუთრო სულერთიანად ჩემი სიბერის ფიქრებია რომ გითხრა შენთან დავსახლდე შორი ახლოს და შენ გიჭრებდე შენი ღვთიური პირისახის განხილვა აძლევს სიხარულსა და ნეტარებას ეციურ ძალებს ისევე როგორც შენ საყვარელ სათნო მყოფელებს მაგრამ ვოცნებო დავბრუნდები დედამიწაზე შენ ყოველგან ხარ ყოვლის შემძლებ იქაც და აქაც მადლი მომეცი დავითმინო მწუხარებანი ძვირ შემთხვევანი დამხუნველი ბოროტგვემანი მებრძოლი გიყვარს ცოდვასთან და ბოროტებასთან დამეც აღდგები დაცემული აღვემართები დაეძლიერმა გაიმარჯოს ამბობ უფალი სარკმელს მივხედავ იმას იქით პაწაწა ბაღში სხვადასხვა ფერის გაიფურჩქნა ლამაზი ვარდი ეს არის ფიქრები სიკვდილ სიცოცხლეზე განცდებზე შინაგანზე გარეგანზე უმძიმე მდგომარეობაში დედამიწაზე შეიძლება ითქვას რომ აპოსტასიის ხანაში შევედით მაგრამ ოპტიმისტურად ვთავრდება ბაღი ვარდი სიცოცხლეს განასახიერებს შვენიერებას ზეციურ შვენიერებას და თქვენც ესევე გისურვებთ თავდადებულ მსახურებას ყოველი ქრისტიანის ცხოვრება ეს არის მსახურება ღვთის წინაშე ყოვლისა და საბოლოოდ განმართლებას ღვთის წინაშე რომელსა მხოლოდ საშვენის პატივი დიდება და თაყვანისცემა აზა მარადის და უგონითი გულისამდე ამენ